ანალოგები. მაგალითად, სამაშაბლოში ხელზე მიღებული დამწვარი ადამიანი, რომლის ამსახველი საზარელი კადრები გამსახურდიას მმართველობის დროს ოსი ხალხის გენოციდის მამხილებელ ფაქტად გადაიგზავნა დასავლურ მედიაში. სინამდვილეში კი ეს ადამიანი არა ოსი, არამედ ქართველი მებრძოლი აღმოჩნდა. დანაშაული კი ოსი ბოევიკების მიერ იყო ჩადენილი. დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამსახურდიას ხელისუფლებამ კადრების ავტორი, კინოოპერატორი გოგა ხაინდრავა დააკავა. ხაინდრავას დაკავება ოპოზიციისთვის საპროტესტო გამოშვების მორიგი საფუძველი გახდა. ვის გაუგონია დეზინფორმაციის ვიდეო ან ფოტო გადაღებაო, აწონებდნენ გამოსვლები მომიტინგეებს. უკვე მოგვიანებით გამსახურდიას მთავარმა მოწინააღმდეგემ, ქედონის ლიდერმა ჯაბა იოსელიანმა თავის დოკუმენტურ რომანში სამი განზომილება დაადასტურა, რომ საქართველოდან უცხოეთის სააგენტოებში გადაგზავნილი კადრები დეზინფორმაცია იყო და რომ მისმა ავტორმა გოგა ხაინდრავამ ეს სიყალბე გამსახურდიას ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულად გამოიყენა. 1991 წელს სამოჩაბლოს გვირებს მინდიაშვილებს თბილისში ერთ-ერთ რესტორანში დამაძინებელს უყრიან ჭიქაში და შემდეგ მათ ცხინვალთან ოსები ხეზე მიბმულებს წვავენ. გოგა ხაინდრავა მიდის, უღებს სურათებს და აგზავნის საზღვარგარეთ თითქოს ქართველებმა ოსებით ცოცხლად დაწვეს. სულთად ამ სიტყვებით იხსენებს